მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, როგორც ყოველთვის გამომითავისუფლდა დრო და გადავწყვიტე, რომ გავაკეთოთ საჯარო გაშლა. იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ხართ ყველანი და ჩემი საჯარო გაშლა დაგეხმარებათ გარკვეული საჭირო პასუხების მიღებაში. რაც ახლა ამ ეტაპზე გჭირდებათ ცხოვრებაში. მოკლედ, მინდა რომ გავაკეთო ასეთი სახელწოდებით, რა მოხდება მოულოდნელად რა, აი უახლოეს პერიოდში რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში. უახლოეს პერიოდში რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, აი ასეთი გემრიელი გაშლა მინდა გავაკეთო ახლა. ძალიან მაინტერესებს ზოგადად როგორი პერიოდი გაქვთ, როგორ ხართ თქვენ თვითონ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში და შემდეგ შემიძლია სამომავლოდ გამოვიყენო რა გაშლებში, ხო? აი თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთქვათ, რა ტიპის საჯარო გაშლა დაგეხმარებათ, რომ გავაკეთო. და ესე იგი ახლა ვაკეთებ გაშლას, რა მოხდება უახლოეს პერიოდში, ესე იგი მოულოდნელად. შეიძლება სულაც მოსალოდნელი პროგნოზი იყოს, ხო? რა ვიცი, რა ხდება, იქნებ გამოცდების პასუხებს ელოდებით, ვიღაცები იქნებ რაღაც სამსახურიდან გარკვეული დოკუმენტების თემაზე, რაღაც თანხმობებს და ასე შემდეგ, ხო? რა იცი რა ხდება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავიგოთ რა მოხდება. რა მოხდება დრო, მოდით შევუთქვათ 2 თვე. 2 თვის განმავლობაში რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში. რატომღაც მაინც მინდა ეს სიტყვა დავამატო მოულოდნელად რა. იყოს რა მოხდება 2 თვის განმავლობაში, მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად, აი უცბად რა მოხდება უახლოესი 2 თვის განმავლობაში. აბა მეგობრებო, ერთი ვარიანტი პირველი, რა მოხდება უახლოესი 2 თვის განმავლობაში მოულოდნელად და მეორე ვარიანტი. არ მინდა რაღაც ნივთების გამოყენება. დააკვირდით არკანებს და ასე აირჩიეთ რა, პირდაპირ არკანები შეიგრძენით, ან პირველი, ან მეორე, ან ციფრების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ. პირველი ციფრი უფრო გიყვართ, თუ მეორე ციფრი უფრო გიყვართ. რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად? აბა აირჩიეთ. კარგი. და დავიწყოთ. მეც უნდა ავირჩიო ერთი წამით. კარგი, ავირჩიე. კი ბატონო, პირველი ვარიანტი დავიწყოთ. რა მოხდება ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად? Yes. მოკლედ, მეც ეს ვარიანტი ავირჩიე და ძალიან გავიხარდა ახლა. მზე არის ყველაფერი კარგი. აი, თან ნახეთ, ფონადაც თასების სამიანი გვაქვს. თასების სამიანი არის მეგობრებო, აი დააკვირდით. მეგობრების ტრეჩი რომ შეიკრიბებით, აი ყველა თქვენი სულის და გულის ადამიანი რო არის რა და იმათთან ერთად რომ აი მაგრად გისწორდებათ დალევაც, გართობაც, ლაპარაკიც, ყველაფერი. თქვენი სტრესთან გექნებათ შეხვედრა. ძალიან სასიამოვნო, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ თქვენთვის ძალიან ძვირფას, კომფორტულ, ლაღ, თავისუფალ და თქვენთვის გულით საყვარელ ხალხთან. მაგრამ ეს ზოგადად ფონი. მაგრამ ეხლა არ შემიძლია, რომ მზეზე განსაკუთრებული აქცენტი არ გავაკეთო. მზე არის ჩემო ძვირფასებო. ძალიან დადებითი არკანი, ტაროს სამყაროში. ეს არის სიხარული, ბედნიერება,
წარმატება ნებისმიერ სფეროში, რასაც კი ხელი მოკიდეთ და რაც კი ბოლომდე გაქვთ მისაყვანი უახლოესი 2 თვის განმავლობაში თქვენ ყველაფერში გელოდებათ უდიდესი წარმატება. ვიღაცების შემთხვევაში, მე შეგიძლიათ დამიწეროთ მეგობრებო კომენტარებში, ვიღაცების შემთხვევაში იქნება დაორსულება, ვისაც ძალიან გინდათ დედობა, აი თან ნახე კითხვა როგორ იყო, მე მინდა მეთქი, რომ ძალიან მინდა მეთქი, აი ეს სიტყვა გამოვიყენო, მოულოდნელად თქო და შეიძლება სულაც რომ არ ელოდებით, მაგრამ თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო, მაგრამ აი არ ელოდებით, რა საერთოდ არ ფიქრობთ ამაზე და ჩემი მაყურებლობის გარკვეულმა ნაწილმა გაიგოს, რომ აი მოულოდნელად გაიგოს, რომ გახდება მშობელი, ან ბებია გახდება, ან ბაბუა გახდება, მოკლედ ბავშვის დაბადება. თანაც არის დაკავშირებული ეს არკანი. ნახეთ, აქ შესაყვარელი ბავშვი არის, ხო? ბავშვი არის ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია, სიხარული, ბედნიერება, ესეც დიდი ალბათობით იქნება, ხო? გარკვეულ ადამიანებთან ეხლა ჩვენ ბევრნი ვართ საბედნიეროდ და ღმერთმა გვამრავლოს კიდევ, ხო? მაგრამ ვისთანაც არ არის თქვა ბავშვის თემები ნებისმიერ სფეროში, მეგობრებო, ნებისმიერ სფეროში იქნება ძალიან დადებითი პროგნოზის მაჩვენებელი. მოულოდნელად გელოდებათ ის, რომ ისეთ თემებში, სადაც აი დადარდიანებული, დამწუხრებული ხარ, აი თვალებს ხედავ აწყლიანებულს, აი პირდაპირ ხედავ, რომ აი ეს როგორ გამომივა, აი ეს რანაირად იქნება. ჩემს ცხოვრებაში ამას მივაღწევ, ეს გამომივა, ისე გამოგივათ, ისე მოულოდნელად გამოგივათ, ისე აი წარმოუდგენელი რომ შეიძლება იყოს ახლა თქვენთვის. ნებისმიერ სფეროში გელოდებათ წარმატება, ბედნიერება და წინსვლა. აი მე ვხედავ, მე მარტო ტაროს არკანს არ ვკითხულობ, მე გარკვეული მესიჯები მომდის და ხედვები. მე ვხედავ თქვენს აცრემლიანებულ და დანაღვლიანებულ თვალებს. ნუ ვინც მიყურებთ დიდი გარკვეულ პროცენტს გაქვთ, აი რაღაცა ნუშისებრი კი არა, ხო, აი ნუშისებრი დიდი თვალები გაქვთ, აი დიდი თვალები, გამოკვეთილად დიდი ლამაზი თვალები და აი თქვენს აწყლიანებულ თვალებს ვხედავ და თქვენს დადარდიანებულ თვალებს, რომ ნეტა რა გამომივა, ან ეს საქმე შეიძლება რომ ბოლომდე მივიყვანო, აი რაღაცები ძალიან გამეწელა, რაღაცები არ გამოდის და რა გავაკეთო და აი მოულოდნელად ზუსტად ის მოხდება, რომ ყველაფერი ისე მაგრად წავა, აი თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ახლა. ყველაფერი 100%-ით პოზიტიურად დადებითად წარმატებით დაგვირგვინდება თქვენ ცხოვრებაში. დავაკვირდები იქნებ კიდევ რამე გამოიკვეთოს. აღიარება, მეგობრებო, გვირგვინებს ვხედავ, რატომღაც მოდის გვირგვინები. აი, აღიარება, ვინც მაგალითად რაღაც ისეთ სამსახურში ხართ, ნუ სცენაზე გამოდიხართ, მაგალითად, აუდიტორიის წინაშე გამოდიხართ, სიტყვას ამბობთ თუ ცეკვავთ თუ არ ვიცი, მღერით, ძალიან დიდი აღიარება, წარმატება და ბედნიერება გელოდებათ. შეიძლება ორატორები იყოთ რა საერთოდ და რაღაცა პროექტს მართავდეთ ამ ეტაპზე და ტრენერებიც კი შეიძლება მიყურებდეთ, მასწავლებლები შეიძლება მიყურებდეთ სხვადასხვა სფეროში. და უახლოეს პერიოდში, რადგან 2 თვე ჩავუთქვით, ხო, 2 თვის განმავლობაში, რაღაცა საქმეები გაქვთ ბოლომდე მისაყვანი, რაღაც პროექტები განსახორციელებელი, შეიძლება კონცერტი იყოს, შეიძლება გაკვეთილები, ტრეინინგები და ასე შემდეგ იყოს და ამაზე ძალიან ღელავთ და ნერვიულობთ რა როგორ გამოვა. შეიძლება იმდენადაც ნერვიულობდით, რომ რაღაც პერიოდი ფიზიკურად ვერ მოქმედებდით რა, აი ხო იცით რომ ადამიანი რო ძალიან ნერვიულობს, იმის მაგივრად რომ ეს არის შემთხვევა, კლასიკური შემთხვევა, ძალიან ბევრი საქმე რო გაქვს და იმდენად რომ ნერვიულობ, რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. და ისე გადის დღეები, რომ უბრალოდ ნერვიულობ და ვერაფერს აკეთებ. აი ამ მდგომარეობაში ვინც იყავით და ვინც ხართ, იცოდეთ, რომ ის დაწყებული საქმეები, რაც შეიძლება სანახევროდ დაიწყეთ და ვერ მიყავდათ თქვენი სტრესის და ნერვიულობის გამო ბოლომდე, ძალიან მაგრად წარიმართება. აი თავისით, ეს არის ღვთისწყალობა, მეგობრებო. ეს არის სამყაროს მხარდაჭერა. თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ ამას იმსახურებთ. ვისთვისაც აქტუალური არის
პირადი სასიყვარულო ურთიერთობა და ეს თემა. თქვენ აუცილებლად ბედნიერი იქნებით ამ სფეროში. და შესაძლებელია თქვენი მამაკაციც გაიცნო თუ ახლოეს მომავალში ქალბატონებო, იმიტომ რომ აქ თეთრი რაში გვაქვს, ხო? აქ ბედის ამბავიც არის, ვინც მარტო ხართ, დიდი ალბათობით არის ამის პერსპექტივა ამ არკანიდან გამომდინარე, რომ თქვენი ბედი სწრაფად, მოულოდნელად გამოჩნდეს მამაკაცი. ხო, თეთრი რაში ზოგადად ასოცირდება ბედთან, ხო, ჩვენს მამაკაცთან. მოკლედ ყველაფერი საუკეთესო არის აი აქ. ძალიან მზიანი, ძალიან პოზიტიური, ძალიან დადებითი, სიხარულით, წარმატებებით, აღიარებით, სავსე პერიოდი გელოდებათ, თქვენ მოიპოვებთ დიდ აღიარებას. საზოგადოება, რომელიც აქამდე თქვენ არ გაფასებდათ, ან კრიტიკოსები ყავდათ ირგვლივ ძალიან ბევრი და ცუდი თვალით გიყურებდნენ, ხო, სხვათა შორის წინა გაშლებში მე რაც გავაკეთე თქვენთვის, ხო, იქ გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ყავთ ბევრი არაკეთილის მსურველი და აი ეხლა მახსენდება უკვე ნელ-ნელა ყველაფერი და მე მაშინ გითხარით, რომ თქვენ არ დანებდეთ, არ გაახაროთ თქვენი მტერით, ხო? და ეხლაც არაკეთილის მსურველები წამოვიდნენ, ოღონდ რა გაგებით, იცი? ვინც ქვებს გესროდათ და ვინც დაგცინოდათ, ისინიც კი შემოbrunდებიან და ტაშს დაგიკრავენ და აღფრთოვანდებიან თქვენით. იმდენად დიდი წარმატება გექნებათ, რომ აი ისინიც კი ენას ჩაიგდებენ სამუდამოდ და მიხვდებიან, რომ ეს ძალიან მაღლა დგას ჩვენგან და მოდი საერთოდ შევეხებით. ხო, რამე აეგებ, რამე არ გამოვთხარო, რაღაცა შარს არ ავეკიდო და რაღაცა პრობლემები არ შევიქმნა. აი ეს თემაც იქნება. მოკლედ თქვენ გაიმარჯვებთ, მეგობრებო, მოწინააღმდეგეებსაც აი როგორ გითხრათ რა, გაღიმებულებს დატოვებთ. იმდენად წარმატებული, იმდენად ბედნიერი პერიოდი გექნებათ, რომ და იმდენად დიდ წარმატებას მიაღწევთ, რომ ვინც აქამდე ცუდად გიყურებდათ, ბოლომდე გახეთქავთ, ვინც გასახეთქე, უნდა გაიხეთქოს თქვენ თქვა მაქვს თქვენთვის და იმად გახეთქავთ მართლა ბოლომდე. და ყველაფერი ჩაივლის იდეალურად. ძალიან კარგად. აი ეს არის პირველი ვარიანტის შემთხვევაში. მოდი 1-2 არკანით, უბრალოდ რაღაცები იქნებ დამატებითი მესიჯებიც გამოჩნდეს, ხო? დამატებითი მესიჯები. 2 არკანით, აი კონკრეტულად კიდე რა თემებს ეხება და კიდე რა მოხდება მოულოდნელად. რა თემებს ეხება და რა მოხდება მოულოდნელად. ხო, ხანი ყავა უნდა დავლიო 2 წამი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვარიანტია და იცით რომ მე ყველაფერში შევდივარ ბოლომდე ემოციურად და ძალიან გრძნობ ამ ყველაფერს და მოკლედ პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ჩემი ანებო ძალიან მაგარი პერიოდი გველოდება. მოკლედ, რას ეხება ეს ყველაფერი კონკრეტულად? ყველაფრის აი როგორ გითხრათ რა, კარგად მინდა ეხა ჩამოგიყალიბოთ. აქამდე რისი შესაძლებლობაც და შანსებიც ცხოვრებაში არ გიძლეოდათ, ვთქვათ, აი აქამ დაფიქრდეთ, აქამდე რა არ იყო, რა არ ხდებოდა. ვიღაცას ბავშვი არ უჩნდებოდა, ხო, ბავშვი გაჩნდება, ჩაისახება. ვიღაცას პირადი ურთიერთობა არ ეწყობოდა, ხო, არაფრის დიდებით. ან ისეთი ადამიანი არ ჩნდებოდა, ვისთანაც იგრძნობდით, რომ ურთიერთობას აწყობდით. ასეთი მრავალ, ასე ვთქვათ, პერიოდში, აი, თქვენ გინდათ სტაბილური ურთიერთობა რა, ხო ხვდებით, რომ აი, დიდხნიანი სტაბილური ურთიერთობა ყოფილიყო და არა რაღაცა 1-2 კვირიანი ან 1 დღიანი, რა ვიცი, უაზრო ურთიერთობა, ხო? აქამდე ვისაც არ გეძლეოდათ მყარი სტაბილური ურთიერთობის შანსი, აი, ზუსტად ამის შანსი მოგეცემათ ახლა. აქამდე თუ არ გეძლეოდათ იმის შესაძლებლობა, რომ აი რაღაცა თითქოს ფარდებს მიღმა იდექით და არ გქონდათ შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭები, უნარები 100%-ით გამოგევლინათ, ახლა მოგეცემათ მაგისი შანსი. აქამდე თუ გქონდათ არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ახლა შემოვა დიდი რაოდენობით ფული. არ ვიცი საიდან, მაგრამ შემოდის აი უხვად ბევრი ფული შემოდის უხვად. ყველასთან ახლა სხვადასხვა რაღაც ვარიანტი იქნება, მაგრამ თქვენი აიღეთ ხა, ხო, მანდედან. რაც გეკლდათ, ის შემოდის.
არ ვიცი, ძალიან მაგარი არკანია, პირდაპირ მნიშვნელობით წარმატება, ღვთისწყალობა, ბედნიერება გელოდება 2 თვის განმავლობაში და თვალის ენერგია კიდე იმას მეუბნება, რომ თქვენ რაზეც ძალიან ბევრს დარდობდით და ნერვიულობდით, ზუსტად ის გამოგივათ 100% იდეალურად, აი. მართლა გეუბნებით და სუტყუინდად ნერვიულობთ, სუტყუილად განიცდით, ყველაფერი იქნება იდეალურად, რაღაც ერთ დიდ უაზრო ციკლს გაწელილ ციკლს ამთავრებთ ამ პერიოდში და იწყება უკვე ძალიან წარმატებული, ძალიან ბედნიერი, ძალიან ლაღი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. აი ეს არის პირველი ვარიანტის პასუხი. ნუ რა გავაკეთო, აი ესეთი პოზიტიური და წარმატებული გაშლა გქონდა და ღმერთმაც ქნას. მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში, გამოხატეთ თქვენი მადლიერება, რომ ეს ყველაფერი მართლა მოვიდეს და მივიდეს თითოეულ თქვენგანთან. ხო? შეგიძლიათ თქვენთვის თქვათ, რომ მივიღე, ან დაწეროთ კომენტარებში, ხო, მივიღე ეს ყველაფერი მადლიერებით და აუცილებლად ძალიან გამახარებ თუ თქვენი ლაიქებით, თქვენი კომენტარებით, გამოწერით, მეგობრებთან გაზიარებით, გამოხატავთ თქვენს დადებით დამოკიდებულებას ჩემ მიმართ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მქონდეს мотивация. ხო, გესმით, რომ თითოეული ადამიანისთვის мотивация არის უმნიშვნელოვანესი. მოკლედ ეგ არის ჩემო ძვირფასებო. მადლობა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, რომლებიც მისმენდით და გემშვიდობებით და დამიწერეთ ერთი კომენტარებში ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. დროებით. ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ანუ პირველი ვარიანტი იყო სუპერ ბუპერ პოზიტიური. გადავიდეთ მეორეზე. რა მოხდება მოულოდნელად მეორე ვარიანტის ცხოვრებაში? რა ხდება მეორე ვარიანტი? რა არის ეს? რა არის ეს? რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ხმლების 10-იანი? რა მოხდება მოულოდნელად? ეს ხმლების 10-იანია, ესე იგი ადამიანი გდია, თუ კი სადმე რამე ხმალი არსებობს, ყველაფერი აბსოლუტურად ყველა ნაწილში აქვს გარჭობილი და ფაქტობრივად ეს არის ადამიანის განადგურება თავიდან ბოლომდე და რა მოხდება მოულოდნელად, ანუ ამ მდგომარეობაში ან ვინ არის, ვისზე გაიგებთ ესეთ ამბავში როა, იმედია თქვენ არ ხართ ასე, ანუ არ ვიცი, ნახოთ რა ხდება. რა ხდება მეორე ვარიანტის შემთხვევაში, ეს ხმლების 10-იანის პოზაში რატოა ეს მეორე ვარიანტის არკანი. რა მოხდება მოულოდნელად? დავაზუსტოთ. მეგობრებო, იქამდე ვჩეხავ ხოლმე, ვიდრე არ ვიგრძნობ, რომ უნდა ამოვიღოთ ტარო, ამიტომ ყველაფერს მოვეკიდოთ გაგებით, ჩემო ძვირფასებო. აბა, მეორე ვარიანტის შემთხვევაში რა მოხდება მოულოდნელად? რა მოხდება? მოულოდნელად. რას ნიშნავს ეს ხმლების 10-იანი? რა მოხდება მოულოდნელად? რა მოხდება? და ერთი რატომღაც მინდა ეხლა ამოვიღო რჩევა თქვენთვის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, აი თავისით წამოვიდა ეს პირველ ვარიანტთან არ მქონდა. რჩევა თქვენთვის რა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. რჩევა თქვენთვის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. რჩევა. ვნახოთ. რა მოხდება მოულოდნელად მეორე ვარიანტის შემთხვევაში? მეორე ვარიანტი მოულოდნელად. რას ნიშნავს ეს ხმლების 10-იანი? ყველაფერს საუკეთესოს ნიშნავს სხვათა შორის, აგიხსნით ახლა აქ რა ხდება და რჩევაც, ძალიან კარგი. კი ბატონო, ახლა უყურეთ. რა მოხდება მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში, მეტყვი ყველაფერი ჩანს. მეორე ვარიანტის შემთხვევაში რა მოხდება მოულოდნელად? მე აქ ვხედავ, რომ თქვენ აი თითქოს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ თვეებია. ვიტყოდი, რომ უფრო ბოლო წლებია. თითქოს
ეგეთი შეგრძნებაც გაქვთ და ალბათ ეგრეც არის რა, რომ აი არაფერი არ დაგაკლოთ ცხოვრება. თითქოს ყველა ასპექტში, ყველა თემაში, ყველაფერში აი ლახვარი ესროლათ. ხო. ძალიან უსამართლოდ და მტკივნეულად მოგექცათ სამყარო, ესეთი განცდა გქონდათ დიდი ხნის განმავლობაში და ახლაც. და მუდმივად იყავით აი მთვარის ენერგიაში რა, მთვარე ზოგადად ძალიან წუხილს ნიშნავს, დარდს, შფოთვას, ღამენერვიულობას, ფიქრებს რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, ამას როგორ გავუმკლავდე და მოკლედ მთელი ამბები და აი ესეთი ხმლების 10-იანის მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ცხოვრებამ, მაგრამ ამ მდგომარეობაში ხო იყავით, ხო? ეხლა ყველა ადამიანი გიჟები უნდა ვიყოთ, რომ რაღაცებს არ განვიცდიდეთ, რაღაცებს არ ვდარდობდეთ, ხო, როცა რაღაცა რთული ხდება ჩვენს ცხოვრებაში და თქვენც ამ ყველაფერს ბუნებრივია, რომ განიცდიდით. და მუდმივად იყავით აი რაღაცა მშფოთვარე დადარდიანებულ მდგომარეობაში, რომ აი რატო ხდება ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, აი რატო მაინც და მაინც მე. აი ეგეთი სიტყვები აუცილებლად გექნებათ ნათქვამი, რატო ყველაფერი მე, რა დავაშავე. მოკლედ სამყარომ არ დაგინდოთ, აი ყველა წერტილში დაგცხოთ პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? არ დაგინდოთ, მაგრამ აქ ჩანს, რომ რა მოხდება მოულოდნელად. აი მოულოდნელად რა მოხდება, იცი? იფეთქებს თქვენი სიძლიერე, მიხვდებით, რომ ძალიან პარალელურად ამ განცდებისა ძალიან ბევრი იშრობით და იგრძნობთ, რომ ძალიან გადაღლილები და გადამწვრები ხართ, თუმცა იმასაც გააცნობიერებთ უახლოეს პერიოდში, რომ ძალიან დიდი გზა გაიარეთ ამასობაში და რაღაცა დიდი მიღწევები უკვე გაქვთ ცხოვრებაში და უახლოეს პერიოდში უკვე მოხდება ის, რომ აი ამ რთული გზებისთვის, რაც თქვენ შეძელით და რასაც თქვენ გაუმკლავდით, ხო? აი ამ რთული გზებისთვის უკვე მოდის თქვენთვის სამყაროსეული ჯილდო და საჩუქრები. უახლოეს პერიოდში იგრძნობთ, რომ სამყარო თქვენს წინააღმდეგ კი არ არის, სამყარო თქვენს მხარეს არის და რაღაც საჩუქრები, რომელსაც ახლა მე ზუსტად არ მეუბნებიან, აუცილებლად შემოდის უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. საჩუქრების შემოსვლა იწყება. ესეთ საჩუქრები იქნება, რომ შეიძლება ისიც კი ფიქროთ, რომ თლად ეხა ეს მე არ დამიმსახურებია, ეხა ეს ჩემია, რაღაცეთი განცდა გექნებათ, რომ ვა, ესე მარტივად მოხდა ყველაფერი, ანუ ესე რაღაცა შეიძლება გაჩუქონ, რაღაც შეიძლება რაღაცაში უცებ მოიგოთ, შეიძლება ლატარიაში მოიგოთ, მაინც რა იცით, წადით ბილეთი იყიდეთ. აი რაღაცა მოულოდნელი სიხარული, რასაც არ ელოდებით, რაღაც სამყაროსგან დიდი წყალობა მოდის. აი უცბად რომ ბუმ, დაგეცემათ აი რაღაც ეგეთი რა. და რჩევა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აღარანაირი ემოციები აღარ გჭირდებათ ამ თემებთან დაკავშირებით. თქვენ ხო გქონდათ მძიმე ემოციები. აღარაფერი მორჩა დამთავრდა ეს ცხოვრებისეული პერიოდი გაიარეთ. უფრო ესე ხისტად კი არა, აი უფრო რაციონალურად შეხედეთ ცხოვრებას რა, რომ ეს ალბათ უნდა გამევლოდეთ, დამთავრდა გავუშვით ეს წარსული, უკვე გამარჯვებული ხართ, უკვე უნდა შეიგრძნოთ ეგ, რომ გაიმარჯვოთ უამრავ სირთულეზე და საზოგადოებისგან პირად სასიყვარულო ურთიერთობაში უკვე საკმაოდ დაფასებული ადამიანი იქნებით, ხო? აუცილებლად კეთილგანწყობა, წარმატება, სიხარული მოდის და ვინც მარტო ხართ, აქ პირადი პარტნიორის გამოჩენაც ჩანს. და ვიღაც ადამიანი ძალიან დაგიდგებათ გვერდით და ძალიან დაგეხმარებათ რა. შეიძლება ფინანსურად, შეიძლება რაღაც საქმეში უბრალოდ გვერდით დაგიდგეს და თქვენთან ერთად იმუშაოს, რომ რაღაც საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და მოკლედ ეს არის ყველაფერი კარგი არის აქაც. ერთადერთი რაც ხდება მოულოდნელად ის არის, რომ გააცნობიერებთ, რომ ძალიან ბევრი გავიარე, ძალიან ბევრი მეტკინა, მაგრამ ის, რაც გავიარე, უკვე მოკვდა, დამთავრდა, ანუ ის არის წარსულში. მორჩა და საერთოდ სხვა რეალობა მაქვს ახლა. წარმატებებით, სიხარულით, სავსე, ბედნიერებით სავსე და აგერ მყავს ჩემი საყვარელი ადამიანები, რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან ჩემ მიმართ და ყველანაირად მეხმარებიან. აი ესეთ რაღაცას აღმოვაჩინეთ უახლოეს პერიოდში. მეგობრებო, თქვენც დამიწერეთ კომენტარები, ვნახოთ როგორ რეზონირდა ეს ყველაფერი და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. და მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი мотиваციისთვისაც და თქვენი ემოციების გაზიარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია უკუ კავშირი. ამიტომ დაწერეთ კომენტარები. რასაც ფიქრობთ, ყველაფერი დაწერეთ, არ არის პრობლემა, მე არაფერი არ მეწყინება, მთავარია იყოს სწორი თქვენი მხრიდან, რომ იცი რა არის, მარტო შენ თავს რო უყურებ, შენი
თავიდან გამომდინარე რომ ხედავ ყველაფერს, ანუ რაღაცებს ვერ ხვდები, ხო? ამიტომ ვისთვისაც აკეთებ ამ ყველაფერს, იმან უნდა გითხრას, რომ აი ეს ძალიან მაგარი იყო, ან ეს რაღაც ცოტა შეცვალე, ხო? ანუ ასე შემდეგ რა, ჯანსაღი რაღაცა რჩევები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და კიდევ ლაიქები არ დაგავიწყდეთ, ძალიან გამახარებთ. კომენტარებიც გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გავუზიარეთ მეგობრებს, ვისაც ასეთი თემები უყვარს და აინტერესებს. ამით დაეხმარებით არხს განვითარებაში და ასევე დაეხმარებით განვითარებაში რომ დაეხმარებით, პლუს ხალხსაც დაეხმარებით იმაში, რომ ბევრი მსგავსი ეზოთერიულ შემეცნებითი ინფორმაციები მიიღონ ჩემგან და მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, ჯერ ამის 1%-იც არ გამომიმჟღავნებია ჩემს არხზე. ასე რომ მეგობრებო, გელოდებით კომენტარებშიც, ლაიქებშიც, გამომწერებშიც, ყველგან და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, მიყვარხართ და დროებით.